ქრისტე აღსდგა. მოგესალმებით ძვირფას საზოგადოება. ჩვენ არაერთ გზის გვისაუბრია იმის შესახებ, რომ ცხოვრობთ განდგომილების ეპოქაში, მოდერნიზმის ეპოქაში, ასეც შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ერთი და იგივეა. ამ ეპოქაში ჩვენ ვხედავთ თავისუფლებას ყოველგვარი ზღვარისგან. ამას დაემატა ის ლიბერალური ღირებულებები, რომელიც ამ პარადიგმაში მოქმედებს. ადამიანი განთავისუფლდა ყოველგვარი შეზღუდვებისგან, დოგმატური ცნობიერებისგან და ამან გამოიწვია მრავალი განსხვავება, მათ შორის ეკლესიაში და იმ ადამიანებში, რომლებიც სულიერ ძმებად და დებად მიიჩნევენ ერთმანეთს. ყველა გაიძახის ერთობას, თუმცა ეს ერთობა არ გამოდის და მით უფრო არ გამოდის ერთსულოვნება. კარგად რომ დავაკვირდით, ამ არ გამოსვლის მიზეზი სწორედ არასწორი სულიერი დამოკიდებულება ადამიანებს შორის, იმიტომ რომ ერთსულოვნება სწორედ აქ არის ხაზი გასმული, სულიერება უნდა იყოს ერთგვაროვანი, სულიერი დამოკიდებულება უნდა იყოს. მაშინ ასე მივედით იმ აზრამდე, რომ რა არის ეს სულიერი დამოკიდებულება, რომელიც ყოველთვის იყო გამაერთიანებელი ეკლესიაში და რომელზედაც ფაქტობრივად არასდროს არ დაობდნენ წმინდა მამები, ხო? ერთ-ერთი ასეთი ძირითადი სულიერი განწყობა გახლავთ სინანულის განწყობა. ამაში ყველა წმინდა მამა თანხმდებოდა. ეს არის სინანულის სულის განწყობა. სინანულის სულში ყველანი თანხმდებოდა. ყველა წმინდა მამა ყოველთვის თანხმდებოდა სინანულის სულში, რადგან ეს იყო გადამჩენელი სულიერი საყრდენი, რომელზედაც შეიძლება განვითარებული იყოს სულიერება. ამაზე არასდროს არავინ არ დაობდა წმინდა მამებში და ეს იყო მთავარი სული. წმინდა მამები მიიჩნევდნენ, რომ ისინი არ არიან არაფრის ღირსნი, თამდაბლურად უყურებდნენ ყველაფერს, თვლიდნენ, რომ არანაირი მადლის მიღების ღირსი არ იყვნენ, არანაირი სასწაულების ხილვის ან გამოჩენის ან მათ ცხოვრებაში მომხდარი სასწაულის ღირსნი იყვნენ, არაფრის ღირსად არ თვლიდნენ თავს. ეს სულისკვეთება, სინანულის სულისკვეთება არ არის პასიური სულისკვეთება, ეს არის ის სულისკვეთება, რომელიც სინამდვილეში ამოძრავებდა ყოველთვის და ამ სინანულის სულზე იგებოდა ისეთი სათნოებები, რომლებიც მართლაც რომ განაცვიფრებდნენ მართლმადიდებლ მთელ სამყაროს. მათ შორის სხვადასხვა გამბედაობის სული, მხნეობის სული, უშიშრობის სული, მოწამეობრივი სული, ყველა ეს სულისკვეთება, მართლმადიდებლობის დაცვის სული, სიყვარულის სულისკვეთება, ყველაფერი ეს იყო დაფუძნებული ამ სინანულის სულზე, რადგანაც ყველა წმინდა მამამ იცოდა, რომ სინანულის სულით შეიძლება ღმერთთან შერიგება. ანუ დაცემული ადამიანის შერიგება ღმერთთან ხდება სინანულით, სინანულის საიდუმლოებებით, ამ სულისკვეთებით. ჩვენს ერში, ჩვენს ცხოვრებაში ვაკვირდებით სწორედ ამ პრობლემას და ერთ-ერთი მიზეზი ამ ერთობის დაკარგვის, ასე ვთქვათ, ეკლესიაში სწორედ ეს სულიერი სინანულის სულის დაკარგვა. სად ჩანს ეს? ეს ჩანს იმაში, რომ ადამიანებმა ჩათვალა თავისი თავი ღირსად, მადლის მიღების ღირსად. წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი პირდაპირ გვეუბნება, თუ ადამიანი მადლის მოლოდინშია, ის ხიბლშია. საიდან მოდის ეს ხიბლი? ესე იგი, მასში არის ამპარტაუნული სულიო, კედმაღლური და შესაბამისად აქედან მოდის ეს ხიბლის მდგომარეობა. ზუსტი სიტყვებია, რომელიც სრულდება. დღეს ვხედავთ ჩვენ ადამიანებს ჩვენს ირგვლივ, რომლებიც ამბობენ, რომ აი მე სასწაულის ღირსი ვარ, აი რომ დავინახავ ვამჩნევ ადამიანში სულიერია თუ არ არის სულიერი, ზოგს შეიძლება მოლოდინი ჰქონდეს ხატებისგან რაღაცა სასწაულები, ზოგს თავის ლოცვებში აქვს რაღაცა ხილვები და მოლოდინები და ეს სულ უფრო და უფრო ჩანს. ეს გამოკვეთილად გამოჩნდა უკვე ეკლესიებშიც კი, არა მარტო პირად ლოცვებში ადამიანებს, არამედ ეს ეკლესიაში სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ხედავთ ამის გამოვლინებებით, ან ფაქტობრივი გამოვლინებებით. და საიდან გაჩნდა ეს სულისკვეთება, ხო, ეს ხიბლის სულისკვეთება? იქიდან რომ ადამიანმა დაკარგა სიფრთხილე. ეს სიფრთხილე კიდე რა არის? სიფრთხილე მამების აზრით ეს არის სათნოება. ან როდესაც შენ ფრთხილი ხარ, არ ღებულობ, აქ შენ თითქოს და აი დაბლა ხარ, იქ წაქცევის, დაცემის ალბათობაც აღარ არის.
რადგანაც შენ დაბლად ხარ და ფრთხილად ხარ, ყველაფერს ფრთხილად უყურებ და არ ელოდები რაღაცას. აი ეს სიფრთხილის სული დაკარგა ადამიანმა. როგორც კი ეს სიფრთხილის სული დაიკარგა და ხიბლისმიერი სულისკვეთება შემოდის და შემდეგ უკვე ეს ხიბლისმიერი სულიერება ხდება ყველასათვის მისაბაძი. ხიბლისმიერი ადამიანი ეს ფარულად მიდის ეს პროცესი, რომელიც უკვე უმეტეს შემთხვევაში შეუმჩნეველია და ზოგადად ესეთი ადამიანები პირიქით სხვებს აბრალებენ ამ მდგომარეობაში ყოფნას, არაჭეშმარიტებაში ყოფნას, ეს სულისკვეთება გახდა მასობრივი პათოლოგია. ნამდვილად ასე შეიძლება ითქვას. ანუ ადამიანებში გაჩნდა ის მოლოდინი, რომ ისინი მრავალი წელი უკვე ეკლესიაში დადიან და შესაბამისად უკვე რაღაც დონეზე საფეხურზე, სულიერების საფეხურზე ავიდნენ. და ამ ადამიანებს თავიანთი თავი აყავთ ფაქტობრივად ამ რაღაც სულიერების დონეზე. მათ შეუძლიათ ისაუბრონ, აი ეს ადამიანი სულიერია, მაგალითად ეს ადამიანი არ არის სულიერი, ან ეკლესიის მრევლზე ასე ისაუბრონ და ასე შემდეგ. ასე გაკადნიერდეს ადამიანი. ეს ასევე გამოვლინებაა ხიბლიერი მდგომარეობის. მაგრამ საოცრება ის არის, რომ ადამიანები ამ სწორ სულიერ დამოკიდებულებას, სინანულის დამოკიდებულებას, წმინდა ეგნატე ბრანჩაინოვი ამბობს, საიდან უნდა სწავლობდნენო? ისინი უნდა ხედავდნენ ამას სასულიერო პირებში, რომლებიც უნდა იყვნენ მაგალითი და თუ ამას ვერ ხედავს ადამიანი, ბუნებრივი აქაც მასობრივი პათოლოგია იწყება ამ ხიბლისმიერი თავისუფალი მდგომარეობის, თავისუფალი სულიერების მდგომარეობის, რომელიც ჩარჩო დარღვეული ურთიერთობაა, დოგმატებს დარღვეული ურთიერთობაა, განლაღებული ურთიერთობაა, ცოდვაზე შერბილებით ყურების ურთიერთობაა და სულისკვეთებაა. აი ეს არის ამ სულისკვეთებაში ხარ, ამ სულისკვეთების მაგალითში იზრდები. ეხლა რა მოყვება ამას? რა მოყვება ამას და წმინდა ეგნატე ბრანჩაინოვი ამბობს, რომ როგორც კი ეს ჩვენ ისედაც დაცემულ ბუნებაში თუ ამ ხიბლის მდგომარეობაში კიდევ ვიმყოფებით და შეგნებულად რჩება, ასე რომ ვთქვათ, ადამიანი ამ მდგომარეობაში, იქ იწყება გონებრივი აღრევაც. რას ნიშნავს ეს გონებრივი აღრევა? თითქოს ქაოსიო რა. რა ზუსტი შეფასებაა აქაც. ჩვენ რას ვხედავთ, რომ აი სწორედ ადამიანები, რომლებიც ამ მდგომარეობაში იმყოფებიან, იქ იკარგება ეს ჭეშმარიტი ორიენტირი, ანუ გონებრივი სწორი დამოკიდებულება იკარგება, სულიერი ვექტორი, ახლა რომ დავისესხოთ ბაბა რაფაელს უყვარს ამ ტერმინის გამოყენება, ეს ვექტორი და ორიენტირი მთავარი მიმართულება იკარგება. და ამის მიზეზი სწორედ ეს ცოდვაა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ამრიგად, უკვე როდესაც ამ კატეგორიაშთან მიდის უკვე საქმე, ჩვენ ხედავთ, რომ ეს ადამიანები, რომც ამხილო ან უთხრა, ისინი არღებულობენ, იმიტომ რომ ეს მდგომარეობა ასე ადვილად შესაცნობი არ არის საკუთარ თავში და ყველაზე მთავარი რაც არის, ის მასიურია ამ მოლოდინის თვალსაზრისით. ის რადგანაც ის მასიურია, შესაბამისად მისაღებია. იშვიათი ადამიანი დღეს ეკლესიაში ძალიან ნაკლებად უფრო სწორად, რომელსაც მოწონს მაგალითად წმინდა ეგნატე ბრანჩაინოვის ნაშრომები, ხო? აი ზოგიერთებისგან გამიგონია რა სულ წმინდა ეგნატესი გაიძახეთ რა. იმიტომ რომ ეს სინანულის სული აქვს, ეს სული ასევე ვაჟკაცობის სული აქვს, ღვთისმეტყველების სულია, ჭეშმარიტების ერთგულების სულია, ბრძოლის სულია, ეს სულისკვეთება. ეს სულისკვეთება კიდე ყველას არ მოწონს რა. იგივე სულისკვეთების ჩვენი ნეტარხსენებული არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე. სხვათა შორის ყველას გირჩევთ გადავხედოთ ისევ მის გენიალურ ნაშრომს სულის ფარულის ნეულებანი. ჩვენ ასე ვცდილობთ მის აუდიო ვერსიის დადებას ჩვენს გვერდებზე. ეს არის სწორი უზუსტესი დამოკიდებულება, უზუსტესი შეფასება, უზუსტესი მდგომარეობა, რომელშიც უნდა იმყოფებოდეს. მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ არც მამა ლაზარე არ მოწონს ბევრს, ან მამა რაფაელი არ მოწონს, სწორედ ამ სულისკვეთების გამო. ერთგულება მართლმადიდებლობისა, ქადაგება სუფთა მართლმადიდებლობისა, რომელიც სწორედ დაფუძნებული ამ სინანულის სულზე. მართლმადიდებლური სწავლების ერთგულების სულზე და ყოველგვარი გადახრის გარეშე, ყოველგვარი მოდერნისტული სიახლის გარეშე, ინტერპრეტაციის გარეშე, რომელიც დღეს ფართოდ არის მიღებული. ამრიგად ჩვენ რას ვხედავთ? ეს ადამიანები, რომლებსაც ეს არასწორი სწავლება დამოკიდებულება მიიღეს, ეს ვრცელდება და თანაც გაუჯერებლად. ეს ღებულობს მასიურ ხასიათს, ეს ხდება გავრცელებული და თუ კი შენ წმინდა მამების აზრს გამოთქვამ, ბუნებრივია ავტომატურად შენი სწავლება, შენი აზრი რჩება მიუღებელი.
აქ ბევრი ადამიანი მე ხვდები ასეთ ადამიანებს ეკლესიაშიც, მეგობრებშიც, სხვადასხვა მრევლში დაბნეულია. უკვე ისინი სვამენ კითხვას, რა არის სწორი გამოსავალი ამ სიტუაციაში. თითქოს რაღაცა შეიცვალა, ადრე სხვანაირად ვიცოდეთ. ეხლა ქადაგება კიდე და ეს დამოკიდებულება აბსოლუტურად განსხვავებულია. როგორ უნდა მქონდეს მე ეს სწორი, რომელია ეს სწორი დამოკიდებულება? ეს გაჩნდა ეს კითხვები და ეს კითხვები პასუხებს სითხოვს. პასუხებს, რომელიც თითქოს ცოცხალ გამოცდილებაში თითქოს მიკარგულია. ეს არ ისმის ეს პასუხები, იმიტომ რომ ყურადღება ყოველთვის გადატანილია რაღაც სხვა ღირებულებებზე, სხვა სულისკვეთებაზე და არა ამ სინანულის სულზე, გადარჩენის სულზე, თუნდაც აღსარებლურ სულზე. ესეთი საუბრები დღეს იშვიათია. ცოტა თუ ნახავ ადამიანს, რომლებიც რაღაც აღსარებლურ დამოკიდებულებაზე ლაპარაკობდეს, თითქოს ჩვენთვის ყველაფერი კარგად არის და თითქოს საბრძოლული არაფერი არ არის, თითქოს დასაცავი არაფერი არ არის. ერთადერთი რაზეც ბრძოლა მიდის, ჩვენ ხედავთ, რომ უფრო ეს რაღაცა პირადული, შეიძლება ეგოისტურიც დაარქვა ზოგ შემთხვევაში და კომფორტის შენარჩუნების, შეიძლება რაღაცა მდგომარეობის შენარჩუნების, ამაზე ბრძოლა, ეს სულისკვეთება უფრო ჩანს, ვიდრე რაღაც აღსარებლური სულისკვეთება, რომელიც აი სწორედ ამას გამორიცხავს. ამრიგად რა მივიღეთ? ჩვენ მივიღეთ ის, რომ როდესაც ადამიანი აღარ ღებულობს ამ სულისკვეთების ადამიანი არც რჩევა დარიგებას, ისმის კითხვა რა უნდა ვაკეთოთ, ხო? ადამიანს, მორწმუნე ადამიანს ეს აქვს, იმიტომ რომ გულის ტკივილი აქ ხედავს, რომ ისწავლება, რომელიც ისწავლებოდა ყოველთვის ეკლესიაში, რომელზედაც გავიზარდეთ, რომელსაც ადარებს ის თავის შეხედულებებს, ისწავლება პრაქტიკულად არ სრულდება. ეს შეცვლილია, ეს დამოკიდებულება შეცვლილია. რაღაც ნაწილობრივი ქრისტიანობა შემოგჩა, ყველას რაღაცა ნაწილი აქვს ქრისტიანობის და ერთი მთლიანი ის ღირებულება, რომელიც არის ყველა სათნოება ერთად, ყველა ეკლესიური ღირებულება ერთად, იმიტომ რომ ეს არის სისავსე, რომელსაც დამატება არ ჭირდება. დღეს მოდერნისტებისგან პირით გვესმის ჩვენ, ხო? რატო გვესმის? იმიტომ რომ მაგათ აქვთ არეული ეს გონება. ასე ფიქრობს ეს ადამიანი, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, ყველაფერი დაამატო. ამან ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ დაბნეულება შეიქმნა მრევლში. და ეს დიდი პრობლემაა. რა შეიძლება ურჩიოთ? ახლა პირველ ყოვლისა მე ხშირად ვაკეთებ ეს განმარტებებს, არავინ არ იფიქროს ვარ სულიერი და სინანულის სული მაქვს და ჩვენ ვლაპარაკობთ პრობლემაზე. ჩვენ ვლაპარაკობთ პრობლემა, რომელიც არსებობს და ამ გადაჭრის პრობლემას არა საკუთარი აზრებზე დაყრდნობით ვამბობთ, არამედ წმინდა ადამიანების ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან, რომელიც ყველაზე მეტად ავტორიტეტულია ბოლო ეპოქაში, ჩვენი აზრით, წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი, რომელმაც არაჩვეულებრივი შვიდდომეული დაგვიტოვა, არაჩვეულებრივი სწავლება დაგვიტოვა და ეს სულისკვეთება შეაჯამა მთელი სულიერ მამების, ძველი მამების, მათ შორის აღმოსავლეთის და დასავლელი მართლმადიდებელი მამების სწავლება მთლიანად შეაჯამა და ის შემოგთავაზა და ეს ამ სულისკვეთებაზე არის საუბარი. ამრიგად ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ? ისევ ეგნატე ბრიანჩაინოვის რჩევებს უნდა მივყვეთ, ხო? ის ამბობს თავარ რამეს. მან შემოგთავაზა ეს ფორმულა, რომელიც ესე ჟღერს რა, განდგომილება ღმერთმა დაუშვა, ნუოცდები შეაჩერო შენი უძლური ხელით. ანუ ხელით აქ პირობითად ხელები კი არ იგულისხმება, ბუნებრივი აქ იგულისხმება შენი უძლური საშუალებებით. და რა არის ეს უძლური საშუალება? ყველაფერი რაც კი შენ გაგაჩნია, ეს ყველაფერი უძლურია. ანუ ადამიანი არის უძლური, თავის ლოცვებშია უძლური, თავის კეთილსაქმეებშიც უძლურია. ჩვენ შერეულია ეს თესლი ბოროტისა, ეს შერეული სიკეთე ბოროტებასთან. ანუ ამრიგად ამ სულისკვეთებით როდესაც ხარ, ეს იმიტომაც ხარ უძლური, შენი ხელები იმიტომ არის უძლური. და ამას უნდა გააზრება. როგორც კი ამას იაზრებ ადამიანი, ანუ პირველ ყოვლისა ამას გეუბნება წმინდა ეგნატე და ამ სწავლებას უნდა იყო. როგორც კი ამას იაზრებ, შემდეგ უკვე სწორი ორიენტირი დგებავ, რა. ანუ იქ უკვე შეგიძლია შენ პირველ ყოვლისა საკუთარ თავზე ზრუნვა, ეს საკუთარი სულიერების გაძლიერება, რასაკვირველია ლოცვა ამ ადამიანებისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ არა მოლოდინით.
იმიტომ რომ კლავაც ვამბობთ, რომ ეს უძლური საშუალებაა, ხელები, შენი ლოცვაც კი უძლურია. არ უნდა გქონდეს მოლოდინი, რომ შენი ლოცვით, თორემ იგივე ხიბლის მდგომარეობაში ექცევი იმავე წამს. წმინდა პაისი ათონელი ამბობს, რომ ის რასაც აკეთებ, ყველაფერს შეაფასე როგორც ნული. როგორც სახარებისეული სწავლება გვასწავლის, უვარგისი მონანი ვართ. ეგ არის. ჩვენ ვაკეთებთ იმას, უბრალოდ რასაც უნდა ვაკეთებთ და არავითარ შეფასებას ამას აძლევს. შეფასებას ყველაფრისა აძლევს ღმერთი. ამრიგად, სადაც იკარგება ეს სინანულის სული, ხო, იქ ხედავთ ჩვენ იკარგება აღსარებლური სულიც, იქ იკარგება თლიანად მართლმადიდებლური სულიც. ხო, სადაც არ არის ეს სული, იქ არ არის მართლმადიდებლობა. იქ არის ხიბლი, რისგანაც დაგვიფაროს ღმერთმა. და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სადაც არ არის ეს სული, იქ არ არის მართლმადიდებლობა, სადაც არ არის მართლმადიდებლობა, იქ ბუნებრივია არ არის ცხონება. ღმერთმა დაგვიფაროს ყოველი ბოროტისაგან. მადლობა ყურადღებისათვის და მომავალ შეხვედრამდე.